მწვნელის საკამოტო, რომელიც იყო უმაგრესი მკვლელი და არ ყავდა არავინ თანაბარი, მანაჩუკა, ძაღლი ჯონ უიქს და მან მისცა იარაღი დონ გაის და მან ურჩია თავის გადაპარსვა სეიტამას და მან შეეძლო სოლოში მარტო მოეკლა ყველა და ერთი დაცემინებით კი კაცი გაენადგურებინა, მაგრამ მის ცხოვრებაში გაჩნდა ქალი. მაგრამ მას ეხლა შეუძლია მარტო გახსნას რამდენიმე ქილის ლუდი და შეჭამოს რამდენიმე ბურგერი და თელი ღამე უყუროს გამოხლებულ ახალ ამბებს. მე რა მოკვდი და 64-ში ვარ, სადაც არასრულწლოვანი ნაშები არიან და მილფები და ბაბუა ჩემი, რომელიც მოკვდა გაუპატიურებისგან. მასწავლებელო, რატო გადამარჩინეთ? ჯერ კიდევ ვერ მიხვდი, უბრალოდ ლიბრეში მეორეს მენა თავის თარი მუშაობს. გამახსენდა, ესენი არიან კილერები, ძალიან სახიფათოები, ყველას ეშინიათ მაგათი და პროფები არიან, საქმის რომ მორჭებიან, გადიან გარეთ და მერე ტვინს უტყნავენ ხალხს თავის ხელოვნებით, შემოკლებით ეძახიან კიდე ქათმებს. კაი, ჩემი კარგი მოვტყან, რა სიძახი, არ გჭირდება შენი გამოყლებული რებრეინდინგი. იტოქში მოდი მალე დავამთავროთ ეს ყველაფერი. საიდუმლო ტექნიკა, ერთი ყლის და ორი კვერცხის. მზარეულის ტექნიკა. შეგეცი, ქვაბი არა ტექნიკა, ეგეც მართალია, მაგრამ მაცივარი ხვარი ტექნიკა. იტოქში დღეს ჩვენი მასწავლებელი ისვენებს და მას უნდა მივცეთ მაქსიმალური დაცვა და მაქსიმალური გარანტია იმის, რომ თავის ოჯახთან ერთად მაგრად გაატარებს დროს, იმიტომ რომ ვიღაცა სირმა მაგარი კუში დადო მის მოკლაზე. გუშინ მაგის გამო კიდე ვიღაც ინდოელი კურიერის მოკლაც კი მოგვიწია. მან ხო უბრალოდ ტიპსის ფული გთხოვათ. ძალიან დიდი შეცდომა, მით უმეტეს როცა ჩვენ თვითონ გვიჭირს ცხოვრება ჩვენ ქვეყანაში. ნუცებ რა მაგრად დავიღალე არა უშავს დაიკიდე ყლეზე ბავშვობაში უფრო უარესად ყოფილი ვარ და საერთოდ მამა ჩემი ყავს ნანახი არა მეც არ მყავს ნანახი